ბორის სკოსირევის სახელი ალბათ არ გსმენიათ, თუმცა ეს ჭკვიანი და მიზანდასახული ავანტიურისტი 2 კვირით ანდორის მეფე იყო. დაიწყო პროგრესული რეფორმები. ომის გამოცხადებაც მოასწრო და ამ ომის სამარცხვინოდ წაგებაც. ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით ამ საინტერესო თაღლითზე. ბორის სკოსირევი 1896 წელს დაიბადა ქალაქ ვილნოში, ახლანდელ ვილნიუსში, რუსი მამის და ბერძენი დედის ოჯახში. პირველ მსოფლიო ომში ბორისი არმიაში გაიწვიეს, სადაც ის აღმოსავლეთ ფრონტზე ყველაზე სისხლის მღვრელ ბრძოლებში მონაწილეობდა. ომის დასრულების შემდეგ ბორისი დიდ ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც შემთხვევითი შემოსავლებით ცხოვრობდა. მოგვიანებით ცხოვრების ეს ეტაპი ბორისმა პიარისთვის გამოიყენა. ყველას უმტკიცებდა, რომ ბრიტანელ საიდუმლო აგენტად მუშაობდა. თავის ისტორიებს ბორისი მოხერხებულად აწვდიდა იმ დროის პოპულარულ გამოცემებს, მათ შორის ისეთ ავტორიტეტულ გაზეთსაც, როგორიც ტაიმსია. სინამდვილეში კი ბორისის საქმიანობა მართალია საიდუმლო იყო, ოღონდ ბრიტანეთის სამეფოს კეთილდღეობას სულაც არ ემსახურებოდა. მეტიც, ჩეკების გაყალბების ბრალდებით ბორისი ინგლისურ ციხეშიც აღმოჩნდა. გათავისუფლების შემდეგ, ეს 1925 წელს მოხდა, ბორისი ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც თაღლითური საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანა. ამ დროს ბორისი სულაც არ იყო უფერული პიროვნება. გაიზარდა თავადურ ოჯახში, იცოდა 6 ენა, ჰქონდა უზადო მანერები და ყოველთვის გამორჩეული გემოვნებით იცვამდა. მაგრამ იყო აფერისტი, რომელმაც საკუთარი პერსონა გმირობის და იდუმალების ბურუსში გახვია. ნაცნობებს და ჟურნალისტებს რაღაც მოგონილ ისტორიებს უყვებოდა, რომლებიც ერთი შეხვედრით სიმართლეს გავდა, მაგრამ თავიდან ბოლომდე გამოგონილი ჯაშუშური ისტორიები იყო. ბორისი ამტკიცებდა, რომ ბრიტანული მონარქიის ორდენები ჰქონდა. ნიდერლანდების დედოფლისგან კი გრაფის ტიტული მიიღო. ამ ქვეყნის წინაშე აღმატებული წვლილისთვის. თან იმასაც ამბობდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხის გააჩნდა. გრაფი ბორისი მამაკაცებში პატივისცემით სარგებლობდა, მშვენიერ სქესში კი განსაკუთრებული წარმატებით. აი როგორ აღწერდა მას მისი თანამედროვე ისტორიკოსი. მაღალი, ცისფერ თვალება, ყოველთვის სუფთად გაპარსული. მარჯვენა ხელში მუდამ ვერცხლის ბუნიკიანი ხელჯოხი ეკავა. ბორისი თავისი იმიჯიდან გამომდინარე, ძველი ყაიდის მამაკაცის შტაბ-ეჭდილების მოხდენას ცდილობდა და ამიტომ ხელჯოხთან ერთად მუდამ ატარებდა მონოკლს და ჯიბის საათს ოქროს ზეწყვით. 1931 წელს წარმოსადეგი ემიგრანტი ვინმე მარი ლუიზაზე დაქორწინდა, თუმცა ერთი წელიც არ გასულა, რომ პოლი ჰერდის გამო მიატოვა. წყვილი ესპანეთში დასახლდა, სადაც ასევე მოექცა პოლიციის თვალთახედვის არეში. ბარსელონას პოლიციის არქივში გაჩნდა ჩანაწერი, როგორც ცდილობდა ბორისი ძვირფასეულობით უკანონოდ ვაჭრობას და როგორ წაასწრეს ამ საქმიანობის დროს. თუმცა ბორისი მაშინ დაპატიმრებას გადაურჩა, ის ესპანეთიდან გააძევეს. ამის მერე ბორისი სამხრეთ საფრანგეთში დაფუძნდა და სინდისის ქენჯნის გარეშე მიატოვა პოლი ჰერდი. რა კი მისი გული ამჯერად ამერიკელი საავტომობილო მაგნატის ჰენრი მარმონის ყოფილმა ცოლმა, ფლორენს მარმონმა დაიპყრო. მაგნატთან განქორწინებისას ფლორენსმა მილიონერის საფულე მნიშვნელოვნად შეათხელა და რა გასაკვირია, რომ ბორის გულმა მისკენ გაუწია. ესპანელი ისტორიკოსი ანტონი მორელა თვლის, რომ სწორედ ფლორენსთან კავშირმა უბიძგა ბორის თავის ცხოვრების თავარ თაღლითობაზე. ახალი შეყვარებული ძალიან მდიდარი იყო და ბორის სურდა მისი ფული მომგებიან საქმეში დაებანდებინა. ხო და გადაწყვიტა ფლორენსის ფულის დახმარებით მეფე გამხდარიყო. თავისი გეგმის განსახორციელებლად ბორისმა პაწაწინა სამეფო შეარჩია ესპანეთსა და საფრანგეთს შორის ანდორა, რომელიც წინა საუკუნის 30-იან წლებში ევროპის მივარდნილი ადგილი იყო და რომელსაც ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან მოყოლებული ფრანგი მონარქები და ესპანელი უმაღლესი სასულიერო პირები მართავდნენ. ენერგიული და ფრენსისის ფულების წყალობით წარმატებული ბორისი ანდორაში 1923 წელს გამოჩნდა. ძალიან მალე სამთავროს მოქალაქეობაც მიიღო და პატრიარქალურ და პასიურ ელიტაში ნაცნობობას გაიჩინა. გენერალური საბჭოს ხდომებზე, ასე ანდორის პარლამენტს, ბორისმა ანდორელებს უფლისგან მიტოვებული ჯუჯა ქვეყნის ევროპის ტურისტულ და ფინანსურ დედაქალაქად გადაქცევის ამბიციური გეგმა წარუდგინა. გახსოვთ ოსტატ ბენდერი როგორ ასულელებს ჭადრაკის მოყვარულ ვასიუკელებს. აი ზუსტად ეგრე ბორისმა ანდორელ არისტოკრატებს ხატოვნად აღუწერა გეგმა, რომლითაც სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყანას აყვავებულ და უხერხულობამდე მდიდრად გადააქცევდა. საკმარისია ისტორიის ორღობეში ცხოვრობდა, მოუწოდებდა ბორისი ანდორელებს. დაპირებები შთამბეჭდავი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ბორის მეტის მეტი მოუვიდა.
რა კი მის კეთილ სინდისიერებაში ეჭვი შეეპარა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სამთავროს პოლიციამ ის მანქანაში ჩასვა და ქვეყნის საზღვრის მიღმა გაისტუმრა. ბორისი დაღონდა, თუმცა ისეთი კაცი არ იყო, იოლად დანებებოდა. პირველი მცდელობიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და ანდორას მეორედ უკვე ბევრად უკეთ მომზადებულმა შეუტია. ბორისმა თავი ამჯერად ანდორის განდევნილ მეფედ გამოაცხადა. ევროპულ გამოცემებს აძლევდა ინტერვიუებს, პიარში დიდ ფულს ხარჯავდა, პარალელურად კი ანდორის ახალი კონსტიტუციას კი დაწერა და თავისი იდეების ეკონომიკური მოდელიც მოამზადა. ერთი სიტყვით, ძალიან სოლიდური საინფორმაციო ომის შემდეგ ბორისი 1934 წელს ანდორაში ისევ დაბრუნდა და ანდორელებს ახალი შეთავაზება გაუკეთა. ამჯერად ბორისმა ჭკუა იხმარა და მხოლოდ ელიტას კი არა, ყველა ანდორელს მიმართა. საყოველთაო საარჩევნო უფლება, უცხოური ინვესტიციების მისაზიდად კეთილგანწყობილი გარემო, უმუშევრობის აღმოფხვრა და ანდორის მოქალაქეების გადასახადებისგან გათავისუფლება. ცალკე პუნქტად მის გეგმაში სათამაშო ბიზნესის განვითარება იყო. ანდორა აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის მექად უნდა გადაქცეულიყო. ყველა უცხოურ ფირმას, რომელიც ანდორაში გადაწყვეტა ბიზნესის კეთებას, სათავეში სავალდებულოდ ანდორის მოქალაქე უნდა ჩადგომოდა. ამასთანავე დასაქმებისას პრიორიტეტი ანდორელს უნდა მინიჭებოდა. ამ ყველაფრის რეალიზაციისთვის ანდორელებს ერთი მარტივი რამ მოეთხოვებოდათ. მეფე ბორის პირველი ანდორელი თავის მონარქად უნდა ეხიარებინათ. სკოსირევის რეფორმები იმდენად პროგრესული და მომხიბვლელი იყო, რომ გენერალური საბჭოს 24 წევრიდან 23-მა მის მეფედ არჩევას მხარი დაუჭირა. ამგვარად 1934 წლის 8 ივლისს რუსეთის იმპერიის ყოფილი მოქალაქე საეჭვო წარსულით სრულუფლებიანი ევროპელი მონარქი გახდა. სხვათა შორის ბორისი იმის მიუხედავად, რომ თაღლითი იყო, სულაც არ ყოფილა ცუდი მმართველი. მეფედ არჩევის პირველივე დღიდან დაპირებული რეფორმების გატარება დაიწყო და ყველა პრივილეგია ჩამოართვა ესპანელ და ფრანგ მეწარმეებს. ბორისმა მეფედ დანიშნიდან 3 კვირის შემდეგ 1 აგვისტოს დემოკრატიული არჩევნების დანიშნა, რომ მხოლოდ პარლამენტის არჩეული მეფე კი არა, საყოველთაოდ არჩეული მონარქი გამხდარიყო და ამით ხელისუფლება კიდევ უფრო განემტკიცებინა. ეჭვგარეშეა, რომ ბორისი ამ არჩევნებსაც იოლად მოიგებდა, მაგრამ მის და სავალალოდ ბორისის ძალაუფლებამ ამ 3 კვირასაც ვერ გაძლო. ავანტიურისტი თავისივე უზომო ამბიციამ და შესაძლებლობების ვერ გათვლამ დაღუპა. მან ომი გამოუცხადა ურჟელის ეპისკოპოსს, რომელიც ანდორის ფაქტობრივ მმართველად ითვლებოდა და ვინაც ბორისის პარპაშის აღკვეთა გადაწყვიტა. როგორც გითხარით, ანდორა ისტორიულად იყო მოქცეული ესპანელი ეპისკოპოსების გავლენის სფეროში. მოკლედ ბორისმა ჩათვალა, რომ ეპისკოპოსს დაამარცხებდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ბორისის მმართველობის მე-12 დღეს ესპანეთმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ანდორას. სამთავროში 5 გვარდიელი გაგზავნა. დიახ, არ შემშლია 5 გვარდიელი. ამ 5-მა კაცმა ისე შეაშინა 16 ანდორელი პოლიციელი, რომლებიც ამავე დროს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსაც წარმოადგენდნენ, რომ მათი იარაღი დაყარეს და ამგვარად ეს 5 ესპანელი გვარდიელი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შევიდა სამეფო რეზიდენციაში, სადაც ბორისი ეზოში მშვიდად სვამდა ჩაის და გაზეს კითხულობდა. ბორის კოსირევი დააპატიმრეს და მისთვის კარგად ნაცნობ ბარსელონაში ჩაიყვანეს. ის სასამართლოს წინაშე წარსდგა, მაგრამ რის საფუძველზე უნდა დაეპატიმრებინათ? რეფორმებს რომ გეგმავდა თუ პარლამენტმა მეფედ რომ გამოაცხადა? ვერანაირად რომ ვერ მიუდგნენ, ბორისი ბოლოს 1 წლით საზღვრის უკანონო კვეთის გამო ჩააყუდეს. გათავისუფლების მერე ბორისი პორტუგალიაში წავიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცხოვრობდა. ომის დაწყების მერე კი ნაცისტებს შეეკრა და მათთან თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. სკოსირევის სამხედრო დანაშაულებებში შემჩნეული არ ყოფილა, ამდენად გერმანელებთან თანამშრომლობა შერჩა და მან უკვე ასაკ შეპარულმა მშვიდად განაგრძო ცხოვრება გერმანულ პროვინციაში და მშვიდადვე აღესრულა 1989 წელს. ანდორელები კი დღემდე ცდილობენ გვერდი აუარონ თავისი ისტორიის იმ 12 დღეს, როცა მათ თაღლითი მეფე მართავდა. არა და სწორედ ბორისის დაწყებულმა რეფორმებმა დააყენა ქვეყანა ფეხზე. და რა უცნაურია, რომ ზოგჯერ თვითმარქვია ავანტიურისტებს შეუძლიათ ქვეყანას იმაზე მეტი სარგებელი მოუტანონ, ვიდრე მის კანონიერ ხელისუფლებას.